ლაპარასკოპია ქირურგიული ჩარევის ის სახეობა, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ გინეკოლოგიაში. Ამ დროს არ ხდება ღია მუცელკვეთა და ოპერაციის შესრულება მცირე 10 და 5 მმ-იანი განაკვეთებიდან არის შესაძლებელი. განაკვეთების რაოდენობას კი ოპერაციის მასშტაბი და პათოლოგიური პროცესი განსაზღვრავს. ლაპარასკოპიას ღია მიდგომასთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს. იგი ნაკლებ ტრამულია. პაციენტის რეაბილიტაციის პროცესი შედარებით მოკლეა და იგი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. პოსტოპერაციული გართულებების რისკი ნაკლებია. ჭარბწონიან პაციენტებთან და დიაბეტით დაავადებულთათვის უფრო მისაღებ ქირურგიულ ჩარევად ითვლება. ლაპარასკოპიას აქტიურად ვიყენებთ როგორც სადიაგნოსტიკოდ, ასევე ოპერაციული ჩარევისათვისაც. სწორედ ამ მეთოდით წარმატებით შეიძლება შესრულდეს ისეთი ოპერაციები, როგორიცაა საკვერცხის კისტის ამოკვეთა, საშვილოსნოს გარეურსულობის მკურნალობა, საშვილოსნოს კვანძის აღმოფხვრა, საშვილოსნოს ექსტირპაცია თუ ამპუტაცია. ლაპარასკოპია ასევე აქტუალურია გინეკოლოგიურ ონკოლოგიაშიც. ლაპარასკოპიას ვიყენებთ უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დროსაც. საშვილოსნოს მილების გამტარიანობის შემოწმება და ენდომეტრიოზის ვერიფიცირება სწორედ დიაგნოსტიკური ლაპარასკოპის მეშვეობით არის შესაძლებელი.